ბატონო ვასილაი თქვენი ყავა, ინებეთ თუ შეიძლება. რამდენი ჩაყარი შაქარი? უშაქროა ბატონო ვასილ, როგორც მთხოვეთ, დიახ. ბატონო ვასილ, გუშინ თათბირის გამო ვერ განვიხილეთ ჩვენ პროექტი და აი დღეს მოვიტანეთ. ეხლა რა ხდება? აი ეს არის აეროპორტის გეგმის ნახაზები. აი კარგად დააკვირდით, შეხედეთ. აი აქ არის ეს აქ იქნება თვითონ აეროპორტი. აი აქეთ მხარეს, აი ამ მხარეს აშენდება ორსართულიანი სასტუმროები. სასტუმროები იქნება, დიახ. ნუ აქ გამწვანება იქნება, აქეთ მხარეს, აი ესე ბილიკი იქნება, ესე რომ გაიაროს ხალხმა, აქეთ მწვანე ბალახი იქნება. ხელოვნური შექმნილი ბილიკი სად იქნება? ასაფრენი ბილიკი საერთოდ არ იქნება ბატონო ვასილ. 100 მილიონი ჯდება და გადაწყდა ესე რომ საერთოდ არ იყოს, ძალიან ძვირი ჯდება. მოიცა, აბა როგორ აეროპორტი ასაფრენი ბილიკი? არ იქნება ბატონო ვასილ, ჩემს მამაც ძალიან ძვირი არისო. რა ამბავიო, მაგის ნახევარი მე მომეციო და სადაც გინდა იქ დავსვავ თვითფრინავსო. ხო და ესე გადაწყდა რომ საერთოდ არ იქნება. ანუ გააუქმდა. გაუქმდა, დიახ, რასაკვირველია. ხო მე მგონი გაუგებარი არაფერია, ხო? ერთი წუთი გენაცვალე, ერთი წუთი ვსაუბრობ. რა ხდება, ერთი წუთი გენაცვალე. თათია რა არის ეს ვერ გავიგე. დაუკითხავად ვიღაცა შემოდი ჩემთან, რა წესია ვერ გავიგე. შენ დივანი ხარ თუ ვინ ახარ? მე ხელს გიხდი იმაში რომ ვიღაცა არ შემოვიდეს დაუკითხავად. ბატონო ვასო სტუმარია თქვენთან. შემოუშვა? მობძანდით, ეხლა მობძანდით. კი ბატონო. მობძანდით ახლა. შეგიძლიათ ამას ავიღეთ. მობძანდით გენაცვალე. ისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. მე გახლავართ პანაშვიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ბატონო? პანაშვიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავართ მე. ძალიან კარგი. და თქვენთან თხოვნა გვაქვს მცირე ოდენი პატარა. დიახ, გისმენთ. რა შესაქმე ახლა მოგახსენებ ჩვენ დგამ სპექტაკლებს. სულ ახლახან გვქონდა პრემიერა სპექტაკლისა ოტელო. და ახლა თქვენთან მოვედით გამო იმისა. ოტელოის შავი რო არის, ხო? დიახ. და ახლა თქვენთან მოვედით გამო იმისა, რომ თქვენ დაგვაფინანსოთ, უпроსრად დაგვიფინანსოთ ქელეხი. ანუ თქვენ ამბობთ რომ მე ქელეხი დაგიფინანსოთ რომ? დიახ. ვისი ქელეხი უნდა დავაფინანსო? დეზდემონასი. დეზდემონა გარდაიცვალა. დეზდემონა გარდაიცვალა. ოტელომ ხო დაახრჩო. ოტელომ დაახრჩო, კი. გვაქვს შაბათს გრძალავთ კალბატონ დეზდემონას. ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვა, ალბათ 2000 ლარი გვეყოფა რომ პატივი მივაგოთ ცხონებულს და თქვენი დიდი იმედი გვაქვს. არა, ძალიან მე ესეთ რაღაცებს არ ვაფინანსებ. ძალიან გქონთ, ძალიან უარს მოგეთქვით, იმიტომ რომ ხალხი ბევრი ჩამოვა. გაბრძანდით ბატონო, მე ეს რაღაცებს არ ვაფინანსებ რა. გაბრძანდით. აფერის ფაქტობრივად გაბრძანდით აქედან გაბრძანდით. და პატივი არ მივაგოთ დეზდემონას, თქვენ ასე გინდათ თქვა? თქვენ მიდით და მიაგეთ პატივი. გაბრძანდით ახლა აქედან ძალიან გთხოვთ. აი კარები საიდან შემოხვედით პირდაპირ აბრძანდით და გაბრძანდით. მიდით. არ ვაფინანსებ, გაბრძანდით. ოჩახ თქვენ. არა, ოჩახ. კარგად ბრძანდებული. ჩვენ მაინც დავძალავთ კალბატონ დეზდემონას. მაინც. და თქვენ შეგწებათ საფლავზე მოშენ საფლავში ჩახე. შემცხვა უკვე მწვენია, წითელი ვარ უკვე ფაქტიურად დავიწვის სიმხრივი. ხალხი მოდის კაცო რა. ანუ ვასილ, ის მრავალშვილიანი мама მოვიდა ისე თქვენთან რომ მოდის ხოლმე და რომ ეხმარებთ და აინტერესებს რა ვქნა, გავაგრძელო თუ გავჩერდეო, 18 ბავშვია ეხლა. რა ვიქნა? ვერამდენებია? 18 ბავშვია ეხლა. კრიზისია თქო უთხარი? აჰა. კრიზისია თქო და ამჯერად ვერ დაგეხმარებით ხო? კარგი, რაღაცა დანარჩენ ჩვენს მიხედოთ, რა ვქნა? უი ხო, ბატონო ვასილ, პოეტებიც არიან მოსულები და რა ვქნა, შემოუშვათ განან აქ, შემოგვიშვით, ვერ გადამიწყვეტია რა ვქნა. კაი შემოუშვი, შემოუშვი რა ვქნა, ხო, კარგი უთხრა. კარგი. მობძანდით. ო, შემჭამეს რა, ვინ არიან ესენი რა? ფული გაქვს? რატო გაქვს? არა გაქვს, რატო არ აქვს? მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობთ რომ მიგვიღეთ პირველ რიგში. არაფერს გენაცვალე. თქვენ პოეტები ხართ ხო, როგორც დივანმა მითხრა, ხო? დიახ, ჩვენი ლექსები ამბობენ ამას. დიახ. და თქვენი თვალე სულ სხვა რაღაცას მეუბნება ერთი. დიახ, გისმენთ? თვალზე რა გჭირთ? თქვენ გულისხმობთ მარჯვენა თვალს? მარჯვენა თვალს, დიახ. იმიტომ რომ მარცხენა საერთოდ არაფერს არ ამბობს ჩემი მარცხენა თვალი. მარჯვენა თვალი რაშია საქმე, იცით, გუშინ გქონდა პროზაიკოსებთან პატარა გაუგებრობა მოხდა.
როზა პოეზია ხო იცით კომისით ეს შეხლა შემოხლაში ვართ როგორც რეპერები და ეს ოლიგარქები თუ როგორც არის არ მახსოვს. რა გნებავთ მითხარით პირდაპირ გადავიდეთ საქმეს ხმამდენით რომ მე არა ვერბალურად ვერ შევკადრებთ მოდით ლექსად გეტყვით. დიახ თქვენი დანახვა მოგვინდა. არ არის ჩვენი ბრალი. იქნება მხარში დაგვიდგეთ 5000 ლარით. ზეგი თქვენ გნებავთ 5000 ლარი ხო? არა ეს უბრალოდ რითმაში ჩავსვით ჩვენ. რისთვის გინდათ ეს უბრალოდ 5000 არ გვინდა რომ ჩვენ ეს იყოს უბრალოდ რაღაცა წიგნი პოეზიის რაღაცა ჩვეულებრივი წიგნი. აქ არის ერთი რამ. მოგეთ შეგაწყვეტინეთ. აქ არის ერთი რაღაცა რომ წიგნი იქნება სქელტანიანი, იქნება ნიანგის ტყავით გარედან, იყოს წყალგამძლე, ეს ჩაფიქრებულია. შემდეგ შიგნიდან ფურცლები იქნება შალის. შალის ქსოვილით. შალის ქსოვილით, რომ ზამთარში მკითხველს თითები არ გაუწიდეს გადაფურცლის დროს. არ შესცდეს და ეს წიგნი აუცილებლად იქნება ბორბლებზე. ბორბლებზე? დიახ, რათა სოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხდეს მისი უპრობლემოდ გადატანა, გადაგორება. ანუ გორავი პოეზია, მოდი ესე ჩამოვყალიბდეთ. აჰა, თქვენ უკვე ჩამოყალიბდით ესე იგი, ხო? ძალიან კარგი. ჩვენ ჩამოყალიბებულები. და რამდენი ფურცლიანია თქვენი წიგნი? იცით რა არის, მე გეტყვით ახლა. საერთოდ ლექსები, რომელიც ამ კრებულშია შესული, ლექსთა კრებულში, 10 გვერდზე თავისუფლად ეტევა. 10 გვერდზე? კი, მაგრამ ჩვენ გვინდა 100 გვერდის დაფინანსება. კი, მაგრამ არა, დიდი შრიფტით წერს საერთოდ. 10 გვერდზე ეტევა, მაგრამ ჩვენ ზოგადად შრიფტით წერთ, რომ ის 100 გვერდზე გადადის, ეს უფრო ყველასათვის გასაგებია. მედიდური ასე ვთქვათ წერა გვაქვს ჩვენ. არა, მოდით ეს პოეზია გორგოლაჭერით თუ როგორ ძანეთ? გორავი პოეზია. არ მაინტერესებს, სხვა რამე. ბატონო ვასილი, ამას მე ვერ დავაფინანსებ. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა პროექტიც, ეს ამასთან ერთად მოვიტანეთ, რა თქმა უნდა, ისე არ მოსულართ. ეს არის ინტონაციური პოეზიის შედევრები. ეს არის ჩვენი დაფუძნებული, ეს არის ინტონაციური პოეზია, რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ და ჩვენ გვაქვს ამაზე სრული უფლება. თუ ნებას მომცემთ, გაგაცნობთ, ძალიან მოგეწონებათ. ბატონო. არაჩვეულებრივი შედევრებია, მართლაც მარგალიტები ინტონაციური პოეზიის. მაშასე. ასეთი. დილით ადრე კუსტბაზე ხალხი დარბის ძუნძულით. მოძრაობის წესებს თუ არის და შეგიშველის კუნძული? ინტონაციას აქვს დიდი მნიშვნელობა. აქ ინტონაციას უნდა დაუკვირდე როგორც მივხვდი მე, ეს ხო? თბილისის მერიას ეძღვნება, ასევე თბილისის მერიას ეძღვნება. ძანეთ. თბილისის მერიას. გუშინ წინ სტაიანკაზე დავაყენე ბილისი. ხურდა ფულს რომ მაინც თხოვე ტყულა მიყვარს თბილისი? ეს აუცილებელია, ხო? ამის გარშემო ინტონაციური პოეზია თვითონ არ არსებობს. და მრავალი კიდევ რა ვიცი სხვადასხვა. არა, ვერ დავაფინანსებ ისიც მე ეს რაღაც. არა, ბატონო ვასილ, ერთი მე ვერ დავაფინანსებ ესე, მე უბრალოდ რა იცი, მე უნდა დავინახო, რომ მე რაღაც მე ვერ ბოდის ვიხდი, მაგრამ არა, ერთი წამით მე აგიხსნით რაშია საქმე. თავიდან რა თქმა უნდა თქვენთვის შეიძლება ცოტა ესე უცნაურია პირდაპირ. არ მომწონს პირდაპირ გეტყვით ეს ინტონაციური არ მომწონს. კარგი, ჩვენ გვაქვს ლექსები, რომელიც ჯერ არ შესულა ამ კრებულში, მაგალითად ხელნაწერის სახით არსებობს ასეთი, მე შემიძლია გაგაცნოთ მაგალითად აი ასეთი მაპატიეთ. ჩემი წიგნი არაგერიოთ. კი ბატონო. სულ ახალია, პირველად თქვენთან ვკითხო. რადგან ფიქრია ჯვალოს ტომარა, ლავრას თხოვნით ნატურმორტი ვარ. ზეცამებული მარჯინის ფირფიტა საღამობით თვრალი მოვდივარ. საღამობით თვრალი მოვდივარ. გეტყობათ თვალზე, გეტყობათ რომ საღამობით თვრალი მოვდივარ. რამე სხვა რაღაცა შეიძლება. არა, ეს რა არის? ისიც ეს არ მოგწონთ? არ მომწონს მე ეს. არ მომწონს. რამე სხვა. არა, ეს უბრალოდ ჯერ სათაურია მხოლოდ ლექსის. ეს სათაური. ეს რა წავიკითხეთ ლექსის სათაური. ეს მარტო სათაური. დიახ, ეს სათაურია ლექსზე უკვე მე მინდა გითხრათ რომ თქვენ შეიძლება არ მოგეწონთ, მაგრამ ხავს ეს ძალიან აპატიეთ მე განვითი სარგებლებ დიახ. იცით რა არის? მე დავიწყებდი ასეთი სიტყვებით. დასიყვარული ლექსი. კარგით, ბატონო გირგოლ, მოდი ამას მე ჩვენ შემდეგ მივხედოთ. და აი შემდეგ უკვე დანარჩენს გირგოლის ფოტოშოპი ძალიან უცებ წერს. უკაცრავად ეს
ძალიან კარგია რომ დღეიდან თქვენთან მექნება საქმე. ისე ხომ გაგიგით რასაც აგასცემ შენია რაც არა დაკარგულიაო. აი ეს ამით ვიხემძღვანელოთ მოდი რასაც. დიახ, ეს სიკეთეა თქვენ სიკეთეს აკეთებთ. რასაც აგასცემ თქვენია რაც არა დაკარგულია. აი ეს მომწონს. აი ამას დავაფინანსებ. ეს ვისი არის რასაც აგასცემ შენია. ეს შოთასია ბატონო. შოთა. მოვიდე შოთა შემოვიშვით რა ერთი. შემოვიდე შოთა. ბატონო ეს შოთა ვისთაველი. გამიშობა რუსთაველი შოთა შემოვიდეს რა. ერთი წამით მოდი ისე ვეწყი. ბატონი შოთა გარდაიცვალა ისიც. რას მელაპარაკები? დიდი ხნის გარდაცვლილია უკვე რას არა და ვაფინანსებდი. ძალიან სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა. მე მინდა გითხრათ რომ თქვენ აკეთებთ ძალიან ეს სიკეთეა ის. გასაგებია სიკეთე. არა, მე გეუბნები ბატონო ვასილ. მე ამ სიკეთეს. მე გეტყვით, აქ არ არის ჩვენ დახმარებაზე საუბარი. მოდით დავიწყოთ მგორავი პოეზია, ინტონაციური პოეზია. თქვენ აკეთებთ სიკეთეს, თქვენ სიკეთეს ჩადიხართ და ამიჯერეთ და აი ეს სიკეთე მგონი ღირს იმად რომ თქვენ ყურადღება მიაქციოთ. მე ამ სიკეთით, მე რა. ღურთურა. სიკეთე რა. ნუ თუ ეხლა დათანხმდებით ამ სიკეთიდან ამ სიკეთის 70%. სიკეთის 70% ძალიან თქვენი? ანუ ჩემი იქნება 70%. დიახ. წარმოიდგინეთ ამდენი სიკეთე 70% სიკეთე. ნიანგის ტყავი ბორბლებზე. ძალიან შალის ფურცლები, შალის ქსოვი. თქვენ მეორე თვალზე სიკეთე ხوار გნებავთ? თქვენ არასწორად ვიწყებთ, მე არ ვიცი. არ მომწონს რა ისე მე ესეთ რაღაცას ვერ დავაფინანსებ რა. ვის აფინანსებთ კი, მაგრამ როცა ესეთ რაღაცას აი მაგალითად მე ვაფინანსებ ოპერაციებს ვაფინანსებ, გაჭირებულ ადამიანებს ვეხმარები. აი გონება შეზღუდულ ადამიანებს ვეხმარები და აი ესეთ ქველმოქმედებას ვეწევი, ავადმყოფებს ვაფინანსებ რო ოპერაციები. ანუ ავადმყოფებს ეხმარებით თქვენ? კი, ავადმყოფებს ვეხმარებ. ავადმყოფებს ეხმარებით? კი. ძალიან კარგი. მიდით ბატონო გირგოლ წაიკითხეთ თქვენ ლექსი. ნებას მივოძებთ. ერთი ლექსი მინდა გულ. ექვსი გამხდარა საათი. 7-ით გახდება მალე. თენდება. ხმა ჩაეხარით მამლე. მინდა მომციდან გრიმატი სიმღერა კამრაში არის თუ შაროდი. ამ ჩეხადებ. აი თუ შაროდი. Я могу.